ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში უამრავ საინტერესო და ძვირფას დოკუმენტებთან ერთად ინახება მასალა თამარ მეფეზე. ეს არის ფასდაუდებელი მასალა ქართული ისტორიისთვის. ეს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის დროინდელი ხელნაწერი წიგნი, ვერცხლით მოჭედილი და ძვირფასი თვლით შემკული ანჩის ოთხთავი ტაოკლარჯულის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. სახარება მე-12-მე-13 საუკუნეებითაა დათარიღებული და საქართველოს ეროვნული არქივის საცავში ინახება. 1204-1207 წლების ანჩის სახარების ყდას, რომელიც ამჟამად დაკარგულია, ოდესღაც ბექა ოპიზრის ჭედურობა ამშვენებდა. მე-16 საუკუნეში სახარებისთვის ახალი ტყავის ყდა გაუკეთებიათ. მასში 4 მინიატურა იყო ჩართული, რომელთაგანაც დღეს მხოლოდ ერთია შემორჩენილი. საერო პირებთან ერთად ანჩის ოთხთავში მოხსენიებულნი არიან სასულიერო პირები: ანჩელი ეპისკოპოსები, თეოდორე ანჩელი და იოანე რკინაელი. ანჩის სახარება მე-12 საუკუნის, რომელიც თავის დროზე მოჭედილი იყო ბექა ოპიზარის მიერ. ეს გახლავთ ოთხთავი სახარება, მაგრამ მის ანდერძ მინაწერებში მოხსენიებული არიან ბევრი ისტორიული პირები, მას შორის ლაშა გიორგი, დავით სოსლანი და ასე შემდეგ. მაგრამ დროთა განმავლობაში ყდა დაკარგულა და მე-16 საუკუნეში ხელნაწერი შეამკო ენუქმა, ვერცხლით მოჭედა და მწვანე დიდი თვალი აქვს, რომელმაც დღევანდლამდე მოაღწია. ოთხთავებს ახლავს ძალიან ლამაზი კამარები, თავსამკაულები, ფერადად შესრულებული. წმინდა მეფის შესახებ დაცულ მასალებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულად გამორჩეულია 1095-16 წლების შიომღვიმის მონასტრისადმი ყმების შეწირულების სიგელი. სიგელზე ვხვდებით თამარ მეფის ხელრთვას, მინაწერით მტკიცე ყოს ღმერთმა შეუცვალებლად. დედანი დაკარგულია. პალეოგრაფიული პირი კი 1911 წელს ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ გადმოიღო. აი ეს გახლავთ თამარ მეფის ხელრთვა. მტკიცე ყოს შეუცვალებლად, ესე იგი ვერავინ ვეღარ შეცვლიდა მის დამტკიცებულს და მის შეწირულებას. აი ეს გახლავთ მულაში გადაღებული კალკიდან, შესრულებული კალკიდან. კალკა კი ეს გახლავთ პალეოგრაფიული პირი ამ ისტორიული საბუთის, რომელიც სარგის კაკაბაძემ გადაიღო 1911 წელს, სანამ გავიდოდა ჩვენი საბუთები ჩრდილო კავკასიაში პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით. და ეს ფასდაუდებელი შრომა დასტო ამით გადაწერილი პირები ჩვენთვის ყველა დედნის ტოლფასია. არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში მრავალ ისტორიულ დოკუმენტთან ერთად ვხვდებით მე-19 საუკუნეში დავით თუმანიშვილის მიერ გადაწერილ წმინდა მეფეების, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის გამოსახულებებს. ასევე ინახება თხზულება თამარიანის მე-19 საუკუნეში გადაწერილი ვერსია და წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია ლოცვები და თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა თქმულება თუ ლექსი. იყო ასეთი კალიგრაფი მე-19 საუკუნეში დავით თუმანიშვილი და მან გადაწერა ვახუშტის ისტორია და გეოგრაფია, რომელშიც აღმოჩნდა არაჩვეულებრივი უნიკალური სახეები თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის და ვახტანგ გორგასლის. და აი მისი თვითონ მხატვარიც იყო, მაგრამ ეხლა ეს ვერ გეტყვით, მე თავისი დახატულია თუ ვინმე ყავდა მოწვეული, დავით თუმანიშვილის ხელია და მასში არის 3 პორტრეტი ჩვენი გამოჩენილი მეფეების, უძველესი მეფეების, თამარ მეფის პორტრეტი, დავით აღმაშენებლის და ვახტანგ გორგასლის. გარდა ამისა, მე-19 საუკუნის ხელნაწერებში გადაწერილი სხვადასხვა პირების მიერ შემორჩენილია იგავ-არაკები და ლეგენდები თამარ მეფეზე და ეპიტაფია მისი საფლავის. ეს არის კრებული, გადაწერილი ესეთი მღვდლის მიერ, რომელშიც ერთ-ერთ ამბად არის მოყოლილი თამარ მეფის გამარჯვება ხალიფაზე, ლექსად თქმული. თამარ მეფემ რომ ხალიფაზე გაიმარჯვა, ღვთისმშობლის დროშა და მანაკი მიართო. ჩახრუხაჩის თამარიანია გადაწერილი. ესეც მე-19 საუკუნეში გადამწერი ცნობილი არ არის.
მასალებს შორისაა ასევე 1087 წლით დათარიღებული თამარ მეფის მიერ შეწირულების წიგნი. დოკუმენტის დედანი დაკარგულია. არქივში მისი პალეოგრაფიული პირი ინახება. შემორჩენილია ორი მისი საბუთი. ერთი არის შეწირულების წიგნი სოფელ ჭორვილასი, გელათის მონასტრისადმი, სადაც ცხოვრობდა 12 მწირი ბერი, რომლებიც იყვნენ უსახსროდ, სახსარი არ გააჩნდათ და თამარ მეფემ შეწირა გელათს და მისი შემოსავლის ნაწილი უბოძა ამ 12 ბერს. შესრულებულია ეტრატზე, არასრული სახით არის შემორჩენილი. გაკლია ბოლო კეფი, რომელზეც სავარაუდოდ იყო თამარ მეფის ხელთვა. ოთხთავები, ხელნაწერები, დოკუმენტები, უძველესი წიგნები, ისტორიული საბუთები, ანდერძ მინაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა. ეროვნული არქივის საცავებში დაცული ის უნიკალური მასალები, რომლებმაც ძნელბედობის მრავალი წელი გამოიარა და დღემდე მოაღწია ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მემატიანეა.